მოგესალმებით ჰოროსკოპი ჯისმენას მაყურებელს მე ასტროლოგი მიხეილ ცაგარელი დღეს მოგეხსენებთ და გაგაცნობთ ახლოს ერთი კვირის ზოგად ასტროლოგიურ პროგნოზს საუბარი 25-31 აგვისტოს შუალედში მიმდინარე ასტროლოგიურ პროგნოზზე. პირველში მოიტავნიშნოთ რომ კვირა შედარებით უკეთესია წინა კვირისგან განსხვავებით, რომ დედამიწა უფრო პოზიტიურ ენერგოველში გადადის და ეს გვაძლევს საშუალებას უფრო მეტად მოელაპარაკოთ ერთმანეთს, გაუგოთ ერთმანეთს, იდეების რეალიზაცია მოვახდინოთ, საინტერესო ასე ვთქვათ ადამიანები გავიცნოთ, პარტნიორული თანამშრომლობა ჩამოაყალიბოთ, ერთ სიტყვით კარგი შესაძლებლობები მაქსიმალურად გამოიყენოთ და ეს შესაძლებლობებიც იქნება, რომ სწორია პოზიტიური ენერგოველი, ამითია კარგი. მათ შორის ჯანმრთელობის გამაგრებასაც უწყობს იგი ხელს. ამასთან ერთად 25-ში ორშაბათს მნიშვნელოვანი მოვლენა ვენერა თითქმის 20 სიყვარულის მმართველი პლანეტა მოიხსენებათ და ფინანსების მმართველი პლანეტა თითქმის 20 სექტემბრამდე გადავა ლომის ზოდიაქოს ნიშანში. ლომი კი სიყვარულის სიმბოლო, ამიტომ ერთ-ერთი საუკეთესო პერიოდია სასიყვარულო პარტნიორული ურთიერთობებისათვის, შვილებთან ურთიერთობისათვის, მათი აღზრდისთვის და ჰარმონიული კონტაქტებისათვის და სხვა შორის ყველა სახის პოეზიის, ლიტერატურის ხელოვნებისათვის და ასეთი ადამიანებისთვის ფინანსური კუთხით. ეს პერიოდი ძალიან კარგია. გასართობი ინდუსტრია არანახულად გაილაღეს, დასვენების ინდუსტრია აკას ფინანსური კუთხით იქნება ძალიან კარგი შესაძლებლობები და ერთ სიტყვით თლიანობაში ვენერას გადასვლა ლომში ძალიან კარგია, მას იქ დახვდება ფარველი ანგელოზი, ამიტომ ვიმეორებ ქორწინება, სასიყვარულო კონტაქტები, ფინანსური კუთხითაც კი რაღაც კარგი შესაძლებლობები უდაოდ ამ პერიოდს ექნება. ეხლა ყველა ნიშანი იზნობს ამ სასიკეთო ცვლილებებს, მათ შორის დადებით ენერგოველს ამ პერიოდისა და დავიწყოთ ვერძით. პირველ რიგში ჰარმონიული პერიოდია ვერსათვის, ენერგოტონუსი ჯერ კიდევ მაღალია. ეს ნიშანი ჯერ კიდევ აქტიური, ენერგიული, ინიციატივიანია და სწრაფად შეგიძლიათ სხვა შორის ახალი წინადადებებისგან რაღაც ფინანსური კუთხით წარმატების მიღწევა. ახალი ნაცნობობისთვის ძალიან კარგია ეს პერიოდი. აქ მგზავრობა იქნება მეტად და უფიერი. სხვა შორის შესაძლებლობა გამარჯვებისების ურთიერთობების სახელმძღვანელებთან, კოლეგებთან ერთიორად მოიმატებს, რაც ხელს შეუწყობს ასევე თქვენს პროფესიონალურ წინსვლას და განვითარებას კარიერული კუთხით. ამიტომ თლიანობაში ჯერ კიდევ კარგი კვირაა და ეცათ იგი ფრიად აქტიურად გამოვიდეთ, რომ იდეების რეალიზაციის კუთხითაც და სხვა კუთხითაც ეს პერიოდი უდაოდ კარგია. ოს კარგია თქვენთვის 26-31 აგვისტოს დღეები ეს რიცხვები და არ ვარგა 28 აგვისტოს დღე და ეს რიცხვიც. რაც შეეხება კუროს ზოდარჩენ დღეები, როსკოლა საშუალოა წარმატების კუთხით. რაც შეეხება კუროს, კურო აშკარად გამოსწორდება უკვე ამ კვირიდან, ერგოტონუსი ნელ-ნელა არაუცებ, მაგრამ ნელ-ნელა მოიმატებს, ამიტომ რაც მეტი დღეები გავა. მით უფრო იგრძნობთ, უფრო ენერგიული ხართ, უფრო შრომისუნარი, ნაკლებად იღლებით და ასე შემდგომ და წარმატების ფაქტორიც მოიმატებს. თუმცა, ჯერ კიდევ ინტრიგების ალბათობა მანდილოსათა მხრიდან მაღალი ამ პერიოდში და ეს გაითვალისწინეთ. ამან არ შეუშალოს ხელი თქვენ საერთო ჯამში წინსვლას, იმიტომ პერიოდი უდაოდ კარგია. სხვა შორის ძალიან კარგი პერიოდია სასიყვარულო რომანტიკული ურთიერთობების თავგადასავლების კონტაქტებისათვის, შვილებთან ურთიერთგაგება მატულობს ქორწინებისთვის ერთ-ერთი საუკეთესო პერიოდია. კუროს უკვე თანათაშეულია კარგი ორგანიზატორული მონაცემების გამოვლენა და აქედან გამომდინარე დაბევება და გამოუჯობესება საკუთარი ავტორიტეტისა საზოგადოებაში. ეს კარგია თქვენთვის 29 აგვისტოს დღე და ეს რიცხვი და არ ვარგო 26 და 31 აგვისტოს დღეები და ეს რიცხვებიც. რაც შეეხება ტყუპების ზოდიაქოს ნიშნი დაავადებულებს, საკმაოდ კარგი პერიოდია. ტყუპებო, არ გაუშვათ ხელიდან ეს კარგი პერიოდი, იმიტომ რომ ენერგოტონუსი ჯერ კიდევ გაძლევთ საშუალებას, რომ იყოთ აქტიური, ენერგიული, ინიციატივიანი, აიღოთ საკუთარ თავზე პასუხისმგებლობა, სხვა შორის ჩაერთოთ ძალიან საინტერესო და წარმატებულ პროექტებში. საღირლებისთვისაც პერიოდი კარგია, ინვესტიციებიც იქნება გამართლებული, შეხვედრები, კონტაქტები, მოლაპარაკებები, ფრიად სასიკეთო წარიმართებიან. სხვა შორის შეიძლება გაალამაზოთ თქვენი საცხოვრებელი ბუდე, ანუ სახლი, აქ ახალი დიზაინი მოაწყოთ და ესეც დადებითად იმოქმედებს ურთიერთგაგება თქვენსა და ახლობლებს შორის, ოჯახის წევრებს შორის. ერთიორად უმჯობესდება და მათი მხარდაჭერა იქნება თქვენი წარმატებისთვის ფრიად მნიშვნელოვანი. მას კარგია თქვენთვის 27 აგვისტოს დღე და ეს რიცხვი და არ ვარგა 29 აგვისტოს დღე და შესაბამისად ეს რიცხვიც.
რაც შეეხება კირჩხიბის ზოდიაქოს ნიშნებადებულებს, აღნიშნოთ, რომ ეს პერიოდი გაცილებით უკეთესია, დედამიწა პოზიტიურ გოველშია, ამიტომ კირჩხიბი ნელ-ნელა გაილაღებს, რომ თქვენ აქტივიზაცია ხდება თქვენი საცოცხლო ენერგიების, ამიტომ უფრო ენერგიული, აქტიური, შრომისუნარიანი ხდებით ყოველ დღეს, ნელ-ნელა მოიმატებს. ამასთან ერთად, შეიძლება ფინანსური დივიდენდები ვიღოთ, ჩვენთვის ადრეული საქმეებიდანაც კი ინვესტიციების სწორად განახორციელოთ, აქ შეიძლება საყიდლებისთვის იყოს კარგი პერიოდი, ეს არის უკვე მრავალფეროვანი კონტაქტების, შეხვედრების, მოლაპარაკებებისთვის ერთ-ერთი საუკეთესო პერიოდი. მოგზაურობა იქნება მეტად ნაყოფიერი ინტერნეტთან, კომპიუტერულ ტექნოლოგიებთან, პროგრამულ სისტემებთან ურთიერთობა იქნება ასევე მეტად სასიკეთო ნაყოფიერი ინტუიცია ძლიერდება, რომელსაც დაყრდნობით სწორად შევასაკეთებ და უფრო მეტად ხდებით წარმატებული. ყველას კარგია თქვენთვის 28 აგვისტოს დღე და ეს რიცხვი, არ ვარგო 26-31 აგვისტოს დღეები და ეს რიცხვებიც. რაც შეეხება ლომის ზოდიაქოს ნიშნებადებულებს, პირველში მოიტანხმოთ, რომ ჯერ კიდევ ეს კვირა ინარჩუნებს სასიკეთო პოზიტიურ მოვლენებს, ცვლილებებს თქვენს ცხოვრებაში, მათ შორის პირადი ცხოვრებისთვის ძალიან საინტერესოა და აქაც შეიძლება სასიკეთო ცვლილებები მოხდეს ფინანსური კუთხით, ადრეული მაგალითად დაწყებული საქმეებთან, ახლა შეიძლება მიიღოთ ასევე გარკვეული მატერიალური დივიდენდები, გარკვეული იდეები, მატერიალიზაცია მოგცემთ ასევე სასიკეთო ცვლილებებს ფინანსური კუთხით, როგორც ლიდერი, ხელმძღვანელი ჯერ კიდევ გავლენთ საუკეთესო თქვენს თვისებებს და არაერთ საინტერესო იდეის რეალიზაცია შესაძლებელი. ამიტომ მთლიანობაში კვირა ყოველხრივ, მოდი ეს ვთქვათ, კარგია როგორც პირადი ურთიერთობების კუთხით, კონტაქტების კუთხით, მოგზაურობა გნებავთ, ბიზნეს საქმიანობა, ამიტომ ეცადეთ, რომ ჯერ კიდევ აქტიურად გაავლოთ, იმიტომ რომ აქ თქვენი ავტორიტეტის ამაღლების და საყოველთაო ყურადღების ცენტრში მოხვედრის ტენდენცია საკმაოდ მაღალია. ყველას კარგია თქვენთვის 26 და 31 აგვისტოს დღეები და ეს რიცხვები და არ ვარგა 29 აგვისტოს დღე და ეს რიცხვიც. რაც შეეხება ქალწულის ზოდიაქოს ნიშნებადებულებს, ეხლა თქვენი დროა. ქალწულებო, დიდხანს ელოდით, მოვიდა ეს დრო, როცა მზე გადავიდა თქვენ ზოდიაქოს ნიშანში, გეწყებათ ვარსკვლავური პერიოდი. მართალია თანდათან და არა უცებ, მაგრამ იგრძნობთ, რომ ენერგოტონუსი აშკარად გემატებათ. ამიტომ თვითრწმენა მადლობს. შრომისუნარიანობა, ნებისყოფა, მოთმენება, შეუპოვრება ყოველ დღე ძლიერდება თქვენში. ამიტომ კარგია ეს პერიოდი სასიყვარულო, პარტნიორული ურთიერთობების კავშირებისათვის, ახალი შეიძლება საქმიანი ურთიერთობებით ჩამოყალიბდეს ამ პერიოდში, ბიზნეს სფერო გაცილებით უკეთ არიმართება, ფინანსური მდგომარეობის გაუმჯობესების შესაძლებლობებიც გამოვლინდებიან, შეიძლება ახალი წინადადებების, ახალი პერსპექტივების წინაშე აღმოჩნდეთ, ამიტომ ეცადეთ უკვე აქ აქტიურობთ. თუმცა ეს პერიოდი, რომელიც თანდათან ხელს შეუწყობს ყველა დონეზე თქვენს პოპულარიზაციას და წარმატების მიღწევას. ყველას კარგია თქვენთვის 25 და 30 აგვისტოს დღეები და რიცხვები და არ ვარგა 27 აგვისტოს დღე და შესაბამისად ეს რიცხვიც. რაც შეეხება სასწორებს, სასწორებო უპირველესკოვლისა ენერგოტონუსი ჯერ კიდევ სტაბილურია და მთლიანობაში სიტუაცია შედარებით უფრო მშვიდია თქვენს ირგვლივ, მაგრამ ნუ გექნებათ იმედის სწრაფი წარმატებისა. აი აქ ნუ იქნება ზედმეტად იმპულსური, სულ სწრაფი და მოუთმენელი. და მაქსიმალურად აკონტროლეთ საკუთარ თავში ზედმეტი თვითრწმენა და ამბიცია. ეს თვისებებია, რომელიც ხელს შეუძლია თქვენს აქცინსვლას. თუ ამ თვისებებს დაიოკებთ და კონტროლ ქვეშ მოაქცევთ, მაშინ სხვანაირი პერიოდი კარგია. ხელს შეუწყობს ახალი იდეების, პროექტების რეალიზაციას, ახალგაზრდობას, ერთობლივ პარტნიორულ თანამშრომლობას და სხვა სახის, მათ შორის შემოქმედებითი კუთხით თქვენს წინსვლას და წარმატებებს. ყველას კარგია თქვენთვის აქ 26-31 აგვისტოს დღეები და რიცხვები და არ ვარგა 28 აგვისტოს დღე და შესაბამისად ეს რიცხვიც. რაც შეეხება მორიელის ზოდიაქოს ნიშნებადებულებს, აღნიშნოთ, რომ ენერგოტონუსი ნელ-ნელა ყოველ დღე გემატებათ. ამიტომ რაც დრო გადის ამ ნიშნის ენერგოტონუსთან ერთად მატულობს სამუშაო ენერგია, შრომისუნარიანობა, ნებისყოფა, შეუპოვრობა, მოთმინება, ინტუიცია, რაც ხელს უწყობს თქვენს წარმატებას და წინსვლას. თუმცა ეს პერიოდი დასვენებისთვისაც კარგია, მოგზაურობისთვისაც კარგია და საქმეთვისაც კარგია. თუმცა ირგვლივ ყოფ ადამიანებთან მაინც ცოტა თავდაჭერა გმართებთ, იმიტომ რომ გარკვეული გაუგებრობები ჯერ კიდევ თქვენსა და ირგვლივ ყოფ ადამიანებს შორის ჯერ კიდევ არის. და ამიტომ აქ ნუ იქნება ზედმეტად ხისტი, ჯიუტი, ზედმეტად პირდაპირ და სარკასტული, რათა ამ ურთიერთობებმა არ დაძაბონ მთლიანობაში უკეთესობისკენ მიმავალი ეს პერიოდი თქვენთვის. და ყველას კარგია თქვენთვის 25 და 30 აგვისტოს დღეები და რიცხვები და არ ვარგა 27 აგვისტოს დღე და ეს რიცხვი.
Რაც შეეხება ამ შვილდოსნებს, ერგო თუნსი ჯერ კიდევ მდგრადი, ამიტომ შეუძლია ამის აქტიური მოქმედება, ინიციატივის გავლენა, კარიერული განვითარებისთვის კარგი პერიოდია, თუმცა შეიძლება ზოგიერთ თქვენთაგანმა შეიცვალოს სამსახური და ახალ ადგილზე დაიწყოს თავისი კარიერული აღმასვლა, ან შეიძლება ახალი მიმართულებით. ან შეიძლება იგივე სამსახურში ხართ, მაგრამ სხვა თანამდებობაზე უკვე ხო, შემთხვევაში ამ ტენდენციების ალბათობა მაღალია. პროფესიონალური განვითარების კუთხით პერიოდი უდაოდ კარგია, თუმცა უცხოელებთან აქტიური კონტაქტები, მგზავრობა-მოგზაურობა ასევე იქნება ფრიად ნაყოფიერი, წარმატებული ამ პერიოდში, ამიტომ ხელს უსვამს იგი როგორც ფინანსური კუთხით წარმატებებს, ასევე ერთობლივ პარტნიორულ თანამშრომლობას. ამიტომ აქტიურად ეს კვირა ჯერ კიდევ გავძლევთ საკმაოდ კარგ, როგორც მატერიალურ, ასევე ბიზნეს საქმიან შესაძლებლობებს, დივიდენდებს და სხვა შორის პარტნიორული სასიყვარულო კონტაქტებისთვისაც პერიოდი უდაოდ კარგია. Os კარგია თქვენთვის 28 რიცხვი აგვისტოსი და არ ვარგო 26-31 აგვისტოს რიცხვები და შესაბამისად ეს დღეებიც. და რაც შეეხება დღისგას, არა, ბოდეს ვიხდი, მეგონი შემიშალა. Os კარგია შილდოსთვის 27 რიცხვი აგვისტოსი და არ ვარგა 25-30 რიცხვები. Ai ესეთი, ასე ვთქვათ, კორექცია შევიდა. დღისგას რაც შეეხება პერიოდი კარგია, ერგო თუნსი ყოველდღე ნელ-ნელა უმჯობესდება, ეს ნიშანი პროხდება შრომის უნარიანობის კუპიანი, მომთმენი, შუპოვარი, თუმცა აღნიშნოთ ისიც, რომ შეიძლება მოულოდნელი საქმეების შესრულების წინაშე აღმოჩნდეთ. შეიძლება ახალი რაღაც მოულოდნელი სამსახურიც ან საქმეც გამოჩნდეს, რაც ხო შორის ფინანსური კუთხით იქნება მომგებიანი. ამიტომ ძალიან მშვენია აქ მოულოდნელი სასიკეთო ცვლილებების დროა. სხვა შორის ძალიან კარგი პერიოდია მგზავრობა-მოგზაურობისთვის. აი ისთვის არის ახლა კარგი უცხოელებთან აქტიური კონტაქტი. შეიძლება ჩამოყალიბდეს ახალი პარტნიორული თანამშრომლობა, შეიძლება იქედან მოიზიდოთ მატერიალური დივიდენდები, სწავლა უცხოეთში იქნება მეტად ნაყოფიერი და თუ ახლა მაინც ისე უბრალოდ სამოგზაუროდ მედიხართ, არნახული შტაბის ჩამოხვალ. რაც მეტად იქნებით უკვე აქტიური ენერგიული ინიციატივით და დაეღრნობით ოპტიმიზმს, მით მეტად იქნებით წარმატებული ამ პერიოდის სვლელობისას. ყველას კარგია თქვენთვის 28 აგვისტოს დღე და ეს რიცხვი და არ ვარგა 26 და 31 აგვისტოს დღეები და ეს რიცხვებიც. მერწყულს რაც შეეხება მერწყულებო, აღნიშნოთ რომ მართალია დაღლილობას ნელ-ნელა ეგზნობთ უკვე ამ კვირიდან და ცოტა ეს გაღიზიანებას და სუსტრაფობას გამოიწვევს თქვენში, რის გამოც შეიძლება ნეგატიური დაღი დაესვას დაუშვათ თუნდაც ურთიერთობებს, მაგრამ ფინანსური კუთხით პერიოდი ძალიან კარგია. აქ შეიძლება ადრეული საქმეებიდან მატერიალური დივიდენდები მიიღოთ, შეიძლება რაღაც საინტერესო ბიზნეს სფეროში ჩაერთოთ და ესეც ფინანსური კუთხით აღმოჩნდეს ძალიან მომგებიანი ერთობლივი პარტნიორული თანამშრომლობა შეიძლება იყოს ძალიან ფინანსური კუთხით წარმატებული, ამიტომ თავარი არის რა, რომ თქვენ, ასე ვთქვათ, ამ დაღრილობის ფონზე ზედმეტად გაღიზიანებული არ იყოთ და კონფლიქტები არ შექმნათ ურთიერთობებში. იმიტომ ფინანსური კუთხით პერიოდი კარგია, საქმიანი კუთხით პერიოდი კარგია. ამიტომ ეცადეთ რომ არ გადაიღალოთ. დაღლა არც არ გიზოთ, მაგრამ გადაღლის შედეგად აი თქვენ სწორედ ხდებით გაღიზიანებული და ეს უკვე ქმნის კონფლიქტებს მათ შორის პარტნიორებთან. და თუ არ გადაიღლებით, მაშინ ეს კონფლიქტებიც რასუკველი არ იქნება. და მაშინ ფინანსური წარმატება თან უკონფლიქტო სიტუაცია ერთიორად გაზრდის თქვენს წარმატებებს პოპულარობას საზოგადოებაში და თქვენთვისაც უფრო უკეთესი იქნება ყოველხრივ ეს პერიოდი. ამიტომ ამ ტენდენციებს მიაქცევთ ყურადღება, დაიღალეთ, ოღონდ არ გადაიღალოთ, რომ გაღიზიანებულ ფონზე აქ შესაბამისად არ დავუშვათ. ყველას კარგია თქვენთვის 27 აგვისტოს დღე და ეს რიცხვები და არ ვარგა 25 და 30 აგვისტოს დღეები და შესაბამისად ეს რიცხვებიც. და რაც შეეხება თევზების ზოდიაქოს ნიშნავადებლებს, აქ გაცლებთ რომ კომფორტულად იგრძნობთ თავს, იმიტომ რომ იგრძნობთ რომ ერგო თონუსი უმჯობესდება, ჯანმრთელობა უფრო მდგრადი ხდება, ინტუიცია მატლობს, ამით სწორ არჩევანს აკეთებთ და მთლიანობაში მხარდაჭერას გრძნობთ პარტნიორთან მხრიდან. უბრალოდ ეს პერიოდი საინტერესოა სასიყვარულო პარტნიორული ურთიერთობებისთვის, არსებული ურთიერთობა გაუმჯობესდება, შეიძლება ახალ რომანტიკულ ურთიერთობებში აღმოჩნდეს ან ახალ თავგადასავლებში ზოგიერთ თქვენთაგანი გართობისთვის, კულტურულ გასართობი სფეროში ჩართვისათვის, ამ კუთხითაც კარგია, შემოქმედებითი ნიჭი და უნარი ახლებურად შეიძლება გამოვინოთ შემოქმედებითი მუშაობისთვის. ერთ-ერთი საუკეთესო პერიოდია და ხელსაყრელს სხვა შორის იგი ასევე ქორწინებასაც. პარტნიორული თანამშრომლობაც მეტად ნაყოფიერ ელფერს შეიცავს. ამიტომ მთლიანობაში სასიკეთო თქვენთვის ეს პერიოდი ეცადეთ უფრო აქტიურად, ენერგიულად და ოპტიმიზმით ახსოვს განვლოთ. მაშინ წარმატება თქვენს მხარეს იქნება. ყველას კარგია თქვენთვის 29 აგვისტოს დღე და ეს რიცხვი და არ ვარგა 26 და 31 აგვისტოს დღეები და შესაბამისად ეს რიცხვებიც. ამ ინფორმაციით საუკეთესო სურვილებით მეგისურვებ ბედნიერ კვირას, ამით გემშვიდობებით, მომავალში ხვედრამდე.